მოგესალმებით საყვარელ გამომწერბო და არხის სტუმრებო, ახლა გავაკეთებთ გაშლას, რამდენად გულწრფელია თქვენთან. გაშლა გვექნება მხოლოდ ერთ ვარიანტზე და კარგად მოусმინეთ დახასიათებას. ვნახოთ ჯერ თქვენ რა ენერგიებში ხართ. თქვენ ახლა დიდი ალბათობით ურთიერთობაში ხართ. დაცილებული ურთიერთობა აქ არ არის. ვიღაცასთან გათამაშდება, რომ ახალი ნაცნობობაა, მაგრამ თქვენ რაღაცა დაბრკოლებებში ხართ. ვიღაცასთან კი გათამაშდება, რომ დაბრკოლებები მოგეხსნათ. ვიღაცა რაღაც დამოკიდებულებებიდან გამოხვედით, შეიძლება ტოქსიკური ურთიერთობები ეს იყოს, ან სხვადასხვა სახის სხვა დამოკიდებულებები, როგორც მავნეჩვეები, ასე შეიძლება იყოს ბევრი რამ. თქვენი ოცნებისკენ სვლა დაიწყეთ. ახალ ეტაპზე გადახვედით, აქ თქვენ გაიარეთ დიდი ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაციის შემდეგ გადახვედით ახალ ეტაპზე. ილოცავთ გოგოებო, რაღაც გაკვეთილები კარგად ჩააბარეთ, რაღაც გამოცდები. ნახოთ ახლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. აქაც იგივე ტრანსფორმაცია, ცვლილებებია დიდი. კარგად გათამაშდება აქ ჰაერისტიკია. რაღაცა ახალი შანსები, დიდი შანსები. ის რისი, რაც წარსულში არ იყო ამის განვითარების პერსპექტივა, ადამიანი იყო იმედგაცრუებებში. შეიძლება ეს თქვენ ხართ, შეიძლება სხვა ურთიერთობებში ძალიან იმედგაცრუებულია, იქ რაღაც ისეთი მოხდა, გაუთვალისწინებელი, გატეხილი გული. და ეხლა თითქოს რაღაცა პროექცირებასაც აკეთებს იმ ურთიერთობების თქვენზე. ნახოთ, თქვენ შორის რა ხდება ახლა. ბევრთან გათამაშდება სამკუთხედი და ვიღაცას ყავს ოჯახი. ბევრთან. ვიღაცასთან გათამაშდება, რომ აქ მანძილია და ლოდინი, როდის შემცირდება ეს მანძილი. ნახოთ ჯერ მისი ფიქრები. მოლოდინშია. ვიღაცა აქ ფიქრობს ოჯახის დანგრევაზე და ამას ელოდება. რას ფიქრობ? ან თქვენ ყავთ ოჯახი. და ფიქრობს, როდის დაინგრევა თქვენი ოჯახი. აქ არის გრძნობები. გრძნობები ცალკე მინდოდა მენახა, მაგრამ გრძნობები უკვე არის. თან სწორი გრძნობები აქ ჩამოყალიბებული. ტყუილი, რა შუაშია ტყუილი. აქ ადამიანი რაღაცა ტყუილს აქვს აქ ადგილი, კი, რაღაცას ნამდვილად გიმალავთ. რას გიმალავთ? ემოციებს. ადამიანი ფიქრობს, რომ აქ არაფერი არ გამოვიდეს და ჩიხშია. ემოციურ ჩიხშია. რაღაცა შანსის აღება უნდოდა. ბევრთან გათამაშდება, რომ ეს ფინანსურია, მაგრამ აქ უმოქმედობაშია ახლა ადამიანი და ვიღაცასთან გათამაშდება, რომ ამას გიმალავთ და ამაში არ არის გულწრფელი. ვიღაცასთან გათამაშდება, რომ აქ ადამიანი ვერ ეყრება თავის იმპერატრიცას და სწორ გზას ეძებს. ანუ კანონიერ მეუღლეს. თუ თქვენ ხართ კანონიერი მეუღლე და გაქვთ არეული ურთიერთობა, იმას გიმალავთ, რომ თქვენთან გაცილება უნდა, მაგრამ არის ჩამოკიდებული. ერთი ადგილი. რას გიმალავთ კიდევ? ისთანაც სამკუთხედი აქვს, გიმალავთ სხვა ქალს. ანუ გეუბნებათ, რომ დაცილებულია, დაცილდა აღარ ხვდება, მანიპულირებს. მაგრამ სამკუთხედი ისევ არის. ანუ ძირითადი დასკვნა ამ გაშლის რა არის? ვინც იმყოფებოდით სამკუთხედში და გონიათ, რომ სამკუთხედში აღარ ხართ, ცუდი ამბავი მაქვს. ხართ ისევ სამკუთხედში, ვისაც გაქვთ ურთიერთობა ოჯახში მყოფ მამაკაცთან ან ქალთან. ცუდი ამბავი მაქვს.
უნდა თქვენთან გაცილება და არ გეუბნებათ, რა თქმა უნდა, ყოველასთან არ გათამაშდება თუ დახასიათება არ დაემთხვა, რა თქმა უნდა, ეს გაშლა თქვენ არ გეხებათ. კარგი ამბავი მაქვს მესამე პირებთან, ვისაც ურთიერთობა აქვს ოჯახში მყოფ ადამიანებთან, იმათ ნამდვილად უნდა გაცილება იმ ვიღაცასთან და თქვენთან ყოფნა. მოდით რჩევას ამოვიღებთ. იმოქმედეთ, არ გაჩერდეთ. წადით თქვენი მიზნებისკენ და იყავით ცოტა ეგოისტი. თქვენი აქ იმპერატრიცა ხართ, თქვენ აქ ყოვლისშემძლე ხართ, თქვენ აქ შეგიძლიათ ყველანაირ სფეროში განვითარდეთ შესაბამისად და არ დაიხიოთ. არ დახარჯოთ დრო აქ კონფლიქტებზე, ეს არის გზა არსად. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ. მადლობა ლაიქებისთვის, მადლობა კომენტარებისთვის. პირად გაშლებებზე ჩასაწერად მომართეთ პირადში.